მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, იმიტომ რომ არ შედგა გიჟების რევოლუცია, მე ესე დავარქვი, რა ვიცი. იყოს ნოუ-ჰაუ ჩემი, ან ნებისმიერს დავუთმო. გიჟების რევოლუცია და აქ უნდა ჩვენ ძირითადად ახლა ფსიქიატრიაზე უნდა ვილაპარაკოთ, მე მგონი, იმიტომ რომ პოლიტიკაზე ლაპარაკის არც დროა, არც მიზეზი აქვს, გვაქვს და ასე შემდეგ. მოკლედ, საქართველოში მზადდებოდა გიჟების რევოლუცია. ეს არაკორექტული სიტყვა, მე ვამბობ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების რევოლუცია, რომელიც წამოაგეს თაღლითებმა და გაიძვერებმა საზარბაზნე ხორცად და ეხლა რაც ხდება, ყოველდღე იჭერენ ამ ადამიანებს კანონის ძალით და მეც მომხრე ვარ იმის, რომ ამ ეტაპზე მათდამი რაღაც თანაგზნობას მუხრუჭი ამოუწიო და ამასაც ახსნი რატო. მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ აი დაიჭირეს ხო 13 კაცი გუშინ. და 13-ვეზე მოვიდა ინფორმაცია, რომ ზოგს უკურნებელი სენი აქვს, ზოგი მოხუცია, ზოგი უკიდურესად შეჭირვებული, ზოგი გიჟია, კი ბატონო, მენტალური ავადმყოფობა აქვს და ეს ადამიანები, რომლებიც ამათ, ასე ვთქვათ, ესარჩლებიან, თავდებში უდგან ან თურმე იმ 72 წლის ექიმს, შვილები წყოლია და მომკითხავის, ხო? სად იყვნენ აქამდე? საქართველოს ხო ის ქვეყანაა, რომ მარტო არ ხარ ქართველი რა, ან დაკყავს, ან ძმა გყავს, ან ოჯახის წევრი, ან მეგობარი, ან ნათესავი და რა ვიცი ხა მე რო რამემართოს გავგიჟდა, ვიღაცა გამაჩერებს, ხო? ვიღაცა ვისაც აქვს ამის უფლება და ვიც მიყვარს, ხო? ამაჩერებს და ესენი საიდან მოვიდნენ, სად მიდიოდნენ, ან 72 წლის კაცი იქ რა უნდოდა, რატო შევარდა ან მიშას რატო აღმერთება აქამდე? აშკარად იყვნენ და შვილებიც ხო და ყველა. არა, ხო და მაგაშია საქმე და ეხლა და შვილები მამაზე წინ რატო არ წავიდნენ? რატო დააჭერინეს ის მამა? მე ესე ვიცი რომ როცა მამა შენმა გადაეფარო და შენ უფრო მეტი იაქტიურო და მე არ ვიცი ეს არ ჩემთვის აღრევა საერთოდ საოცარი მოვლენების მოწმე ვარ და ერთადერთი რაც მაქვს გამოსავალი თქვა რომ ესენი არიან გიჟები მეგობრებო. აი შეიძლება არაკორექტულად ჩიხდეს, მაგრამ გიჟების რევოლუცია მოვიგერიეთ. სხვათა შორის ეგრე მარტივი არ არის. გიჟების რევოლუცია ძალიან ვერაგული რამეა. თავიდან გონია რომ ყველა გიჟი როგორ არის თქო. და რაღაცას ფიქრობ, რაღაცა გეგმებს ხატავ და უცებ აღმოაჩნდება რომ მართლა ყველა გიჟი არის. ლიდერიან, შემსრულებლიანა. და ეს მოახერხეს და ავიცილეთ თან ბოროტი გიჟები, ბოროტი. ისე კი არა ვიღაცა უწყინარი. აფეთქებებს და რაღაცებს რო გეგმავდნენ. აი ესეთი ხალხი. მადლობა ჩვენ სამართალდამცავებს კიდე. მოდ ამ თემაზე გავშალოთ დისკუსია. რაღა დისკუსია ყველანი თავდებით მაგას, მაგრამ როგორ გადაურჩა ამჯერად გიჟების რევოლუციას ჩვენი ქვეყანა? შალვა, მე დავამატებდი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. გიჟები თავისთავად მე მაგას ძალიან დიდხანია ვამბობ, რომ ძალიან დიდხანია ჩემი ის არის, იმიტომ რომ ანუ მიწევდა რა ჩემ Facebook-ზე ამ გიჟების მოგერიება და ანუ მივხვდი რომ თავარი გამაერთიანებელი იყო აბსოლუტურად შეურაცხყოფა. ოღონ მართლა ანუ ეს იმიტომ კი არა რომ მე ეს ხალხი არ მომწონს და ამიტომ ვიძახ. არა, მართლა შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შენი ოპონენტია და ნუ გასაგები შეიძლება არგუმენტი მასზე მოქმედებს. გასაგები. არა, აქ უბრალოდ შეურაცხყოფებზეა. ლაპარაკი და ეს არის ერთი კატეგორია და კიდევ არის მეორე კატეგორია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის სექტა. არის ეგ ხო? მეორე არის. აი, მაგალითად ეს ადამიანიც ეს ღვაწლმოსილი ექიმის მე რო დღეს ვნახე მისი გამონათქვამები კი ბატონო. მისი კაბინეტის ფოტო, სადაც ადამიანს მიხეილ სააკაშვილის 5 ფოტო მართლა უდევს. კი, შეგვიძლია ვაჩვენოთ. გავცელდა უკვე. კი, აი თუ შეიძლება აჩვენეთ. ხო, აი ასეთ ექიმთან მე ბავშვს მაგალითად რო შევიდოდი კაბინეტში შემეშინდებოდი. მე არა მარტო ბავშვს. დიდების უფრო შემეშინდებოდა, იმიტომ რომ კი შემეშინდებოდა ეგ რომ მისულიყავი. ხო, არა, ძალიან. და გავაგზავნებ, ეს არის სექტანტი და ანუ რა გააკეთეს ამათმა რა? ანუ ლიბერალებმა გამოუშვეს პირველ ხაზზე მართლა შეშლილები რა. იმიტომ ანუ რა იცი ჩვენ სანამ გადაცემას დავიწყებდით, მანამდეც ქონდა დისკუსია. ჩემი აზრით, მართლა მოდი ვთქვათ რა, რომ ძალიან რთულია რაღაცეებზე ხელი მოვაწერო, თუ მართლა შეშლილი არ ხარ რა. ანუ ჯერ ერთი. რაღაცა მოხრუჭები გაახო. ჯერ ერთი. 13 წელმა აჩვენა, რომ ნაცნალ მოძრაობას ოპოზიციას რევოლუციები არ შეუძლია. არა. ამან დაარწმუნა აბსოლუტურად ყველა ლიდერი, რომელიც არის ოპოზიციაში, რომ ჩვენ რევოლუციას ვერ ვაკეთებთ. ამიტომაც მამაშვილი გუბაზე დაიმალა და ეგეთი ტიპები მეორე. აი ვინ არის გიჟი?
რა თქმა უნდა. აი ვის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ერთ ნაწილი დაიმალა, მეორე ნაწილი გახარებული წავიდა ციხეში, რაც აბსოლუტურად იდიოტური რაღაცების გამო. მანამდე ხო, იმიტომ რომ ხო იცოდნენ. ალიბი ქონდათ. ხო იცოდნენ რომ რაღაცა მზადდებოდა. შესაბამისად ეს ყველაფერი მოამზადეს და სადეს და აღმოჩნდა რომ მათ აქვთ რა ეს პრობლემები. არა, ვინც მონაწილეობდა მართლა, ხო? ხო, იმიტომ რომ ხო ხტებით რა, ანუ ხო თუ გიჟი არ ხარ, ანუ რატო წახვალ ამაზე, ხო? არა, სიგი იცი რომ პირველი, ანუ იცი რომ ოპოზიცია ვერაკეთებს რევოლუციას. ნინა სანდერსი რო გეუბნება რომ 600-ის პენსიაზმელი. აი, მაგას ვამბობ. შოდაჯრო შენ გიჟი ხარ. არა, მაგას ვამბობ, ანუ ეს არის ერთი мотивация და მეორე мотивация კი არის იქ ხალხს მართლა აფინანსებენ და რაღაცა, მაგრამ ეხლა ავიღოთ 300 დღე რომ იმ დებილურ აქციაზე დადიხარ. ხო არ შეიძლება დაფინანსების. მიუხედავად დაფინანსებს, ხო ყველას გვაქვს ჩვენი სამსახურები, ყველა გვიმუშავია და ვერ იზამ, ანუ შეუძლებელია. ხო, ცოტა ფსიქიკაც უნდა. ანუ მართლა ხო ხტებით რა. გიჟების რევოლუცია თუ ყოფილა ისტორიაში. კი ყოფილა. თა საქართველოში ხო თუ მან თავარი რა არის იცი რომ აი ცუდად სხვა კუთხიდან შევხედოთ. შენ გინდა რომ კონკრეტული საზოგადოება რაღაცნაირად გამოფიტო და შენი მომხრეები ხავდეს. ვიზე გააკეთებ აქცენტს, ხო? გააკეთებ არა იმაზე, ვინც ინტეგრირებულია ამ საზოგადოებაში და ვინც წარმატება კიდე სხვა ისაკითხე, მაგრამ ვინც ყოველ შემთხვევაში ვისაც ძვირფასია ის სოციალური სხეული, სადაც ის ცხოვრობს. ადეკვატურია. იმ კულტურულ სივრცეში ცხოვრობს. შენ უნდა გააკეთო აქცენტი ყველაზე მარგინალურ ჯგუფებზე. გიჟებზე. და მარგინალურ სივრცეში მარტო ისეთები კი არ არიან ძირითადად მოხვედრილი ხო ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებით ფსიქოლოგიური არა უკვე ფსიქოლოგიური არა და ბუნებრივია რომ ესეთი გაუცხოებული ადამიანი და ფსიქიკურად რაღაცა მარტივად მართული ადამიანი სინამდვილეში ხო ესენი ძალიან მარტივად მართულები არიან ეს არ არის რაღაცა ისეთი მათ კი აქვს ენერგია მაგრამ მათ არ აქვს დამოუკიდებლობა აი სინამდვილეში ხო ყველა რაღაც თავისუფლებაზე ლაპარაკობს მაგრამ არც ერთ მათგანს რეალურად დამოუკიდებლობა არ აქვს და ყველა არის ბრმა იარაღი შენ შემთხვევაში ყველაზე მართლად ზოგ შემთხვევაში ჭუაფრო ჭკვიანებს ფულს აძლევენ მაგრამ უდიდეს შემთხვევაში ესენი არიან ბრმა იარაღი ფარის ციკლზეც არის დამოკიდებული კი ეს სხვათა შორის მართლა თანახავი არის ახლა ხო თუ სავსე მთვარეა სხვა ხო არა მე არ ხუმრობ მე მზამინდა რომ ვიხუმრო ახლა მაგრამ არ ხუმრობ და აქ ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია რა რომ აი არის ესეთი საკულტო ანიმაცია მე ფილმის გაგეთ მეფელომი რა და იქ არის ესეთი მომენტი როდესაც ქიანები საზოგადოება ხო მიქ ცხოველთა ის ალეგორია არის და ჩვეულებრივ იერარქიაში ცხოვრობენ და ეს იერარქია როდის შეიცვლება როდესაც ქიანები რომლებიც მარგინალური ჯგუფი იყო იქამდე ხო სათავეში მოვლენ და ეს როდესაც სათავეში მოვლენ იცვლება ყველანაირი მორალური ღირებულება ხო ყველაფერი იცვლება და როგორ უნდა დაბრუნდეს ის გვაჩვენებს თვითონ ანიმაციას. ანიმაცია იწყება ისე როგორც ესე მთავრდება ერთ და იგივე არ მეფელომი ბრუნდება საბოლოო ჯამში. ეგ ჰიენები არიან სწორედ ის მარგინალები, სწორედ ის ადამიანები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაში ვხედავთ, ყველგან ვხედავთ. აი არანაირ მე ვერ ვხედავ რაღაცა გასწორებას. აი გრეტა ტუნბერგსა და აი სანდერსია თუ რაღაც ჩემი საწყალი უბედური. გრეტა ბევრად მაღალი. რამეს. არ მაღალი დონეა გრეტა მაინც. რამე განსხვავება, პრინციპული არა. ჰა? განსხვავება არა. გრეტა არა დონეა. მე ამ სანდერის ვიდეოებს ვუყურე და ეს. ხო, მაგრამ გრეტა გიჟია ხალხო. არა, გრეტა გიჟია, მაგრამ უშინ ტრამპმა ძალიან კარგად დაახასიათა რა. მენტალურია, ძალიან ოროტიც არის რა. სხვა მასშტაბია, მინიმუმ ეს. ხო, ეგ შეიძლება. ჩვენთან პროვინციული ფერმენტიც აქვს ამ ლიბერალური. ну, რაც არის რეალურად არის არსებობს საერთოდ ევოლუციაში, საზოგადოებრივ გადარჩევაშიც დადებითი და უარყოფითი სელექცია. რასაც ჩვენ ახლა გიჟებს თუ რაღაც უწოდებთ, არის ის რომ ამ აქტულად გიჟებს, ხო, ამ აქციები, რომელიც დაიწყო ვიღაცები შეშფოთენ, აღშფოთენ, ვიღაცა შეცდომაში შეიყვანა, მაგრამ იმ ადამიანებმა გადაიაზრეს, ან შეიძლება ისევ არ მოწონთ რაღაცეები ხელისუფლების, მაგრამ აი რო ხვდებიან, რომ აი აქ მართლა ვინებით განა, ხო? ანუ ფაქტურად ამ ეგრეთ წოდებულმა 300 რაღაც დღიანმა აქციამ გამოიარა გზა და დარჩა ნეგატიური სელექციით ყველაზე ნაკლებად ადეკვატური, მე მაინც ვთილობ არ თქვა ის სიტყვა, ადამიანები, რომლებიც აი არ ვიცი რა, აი არ ვიცი, ახლა მე მომდის ხოლმე არგუმენტები, რომ აი რატო არ ვარ ჩვენ პრორუსები, ან
რატო არ გაყავდა არჩევნები წინა წელს და რატო არ არიან ესენი პოლიტპატიმრები. ბევრი არგუმენტები გვაქვს და ხანდახან გინდა რომ იმისჯელო, მაგრამ როდესაც იქიდან ხვდები რომ შენ რუსო, შენ იმის მონა, შენ ამის მონა, აი ხო ხვდები უკვე რაღაცა შენ თავს არ აძლევ იმის უფლებას რომ რაღაც არგუმენტები თქვა არ დაეცე. განმარტებანი რომ მოვისმინეთ აი ამ ნაბიჯის. ნუ მივხვდი რომ მარტო გიჟი უნდა დაუძახო, იმიტომ ცნობილი ანეკდოტი მახსენდება, არ შეიძლება ეთერში მოყოლა. შორიდან რომ მეც მეგონა რომ აუპატიურებდა და ახლოს რომ მივედი, მე ცუდი სიტყვა უცენზუროდ. ესე შორიდან შეიძლება არაადეკვატური, მაგრამ ახლოს რომ მიდიხარ ველაპარაკები, თვალებში რომ უყურებ. აი ის მაგალითად ეხა სანდერი კიდე რა გადავეკიდე. მე მგონი პაატა. რო ლაპარაკობდა რომ ქოცო შენო რატო მოდიხარო დაილეწებიო. ამერიკული უჯასების გავლენა იქ. ნელა ძალიან ნელა რო ლაპარაკ რბილად და ტკბილად მე მოკლა. ნახე აქ რეალურად მართლა არის. აი ეგ არის კი. ეს პოსტმოდერნული მოვლენა iluzიის და რეალობის აღრევა ამათ ესჭის. ამათ გონია რომ მათ შორის პაატასაც ხო პაატა რომელიც პაატა იდიოტი. არა იდიოტი არის მაგრამ მაგასაც აქ მე მგონი ეს აღრევა რომ ეხა მაგას რო ეგონა რომ პაატა IQ-ს ვერ გაიგებს. აქ რო მაგას ეგონა რომ აქ თქვა სახელმწიფო ორგანოები აი პაატა არის ისეთი ავტორიტეტი აი ყველა მის წინაშე გადავიდო ეს გამოსაკლებია ხო? მოდი სასარგებლო იდიოტები დაუძახოთ, მაგრამ არა, გიჟები. შეიძლება სასარგებლო იდიოტი ისიც იყოს, რა ქვია, ჭკვიანი კაცი. პროფესორები ქვიათ და დიახ. არა, გიჟები არიან. მაგნაირი შეიძლება ბევრი არ არის. შეშლილები არიან, ანუ ფსიქიკურად ჯანმრთელები არ არიან ბევრნი, მაგრამ უპედურება რაშია იცით? ის ხალხი იქ ვინც იყო მისული. აშრო უკრავდა თურმე ჩვენო მოძალადეები კი არა ვართ კაცო და არც რევანშისტები ვინა ვართ. არა ვართო და გამოვიდა ბურჭულაძე რაღაც თავის დაწერილი რაღაც წაიკითხა და 6 ადამიანი იქვე დააპატიმრეს. ხო, ეგ მაგარია, 6 რატო, 10 რატო. ხო, რა ვიცი, ეხლა ეს ძირითადი ფიგურები ვინც არიან სახელმწიფო მოღვაწეები, იქვე ესენი დააპატიმროთ, წავიყვანეთ და ასე შემდეგ. შესაძლოა რომ გადმოგვეცი. ამას ხალხი ტას უკრავდა. აი ეს სიგიჟე არა. აი აქედან დავიწყოთ. თეატრალიზებული სიგიჟე. ანუ ავიღოთ მოდი რა ვიცი ახლა ჩვენ როგორც შევხედეთ დაახლოებით 10000 ადამიანი იყო. აი რა ვიცი. ისინი ძახიან 100000 მაგნაირი გიჟი თუ ყავს. აი დავხუროთ არ ვიცი საცოდაობა ამაზე ტაშრო დაუკრავ. სასაცილო აღარ არის ხალხო. მართლა არ არის სასაცილო. მე ვეღარ ვიცინოდი თავიდან ცოტა ხანი რაღაცა უყურებ და მე აღარ მეცნობდა. ცრემლები არის რაღაცა ის რო გაგიშტება სიბრალული ცნობა. მართლა ამიტომ რომ დაბლა ვიღაცები ეს რო რაღაცა სისულელეც იტყო და ისინი ჟიამურს ატეხდნენ, აშ დაუკრავდნენ და ერთი ამბავი. თავიჭო შინაგან საქმეთა სამინისტრო აბა ეხა წადი რაღაცა თქვენი მინისტრი დაიჭირეთ ის დაიჭირეთ უსაფრთხოების რაღაცა ის რაღაცა წავიყვანოთ ციხეში რაღაცა გამოვიდა ანუ კი არ თამაშობ არ არის ავადმყოფობა ამას რაც გინდა ის ავადმყოფობა არ არიან ჯამრთელები არ არიან იქ ხალხის ძალიან ბევრი ნაწილიც ახლა ჩვენც ხო არ არის ესენი არიან შეუმდგარი ხალხი ანუ რანაირად შეიძლება რომ ეს ხალხი მოატყუო ანუ უყურეთ რა საკეთებენ საცოდაობა ხო ანუ რაღაცა ისეთი კატეგორია არის ადამიანი პრობლემური კატეგორია ხო რომელიც მოწყვლადი ფსიქიკა ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ვიღაცას ფსიქიკური იქ გაჭირვებული და მილიონი რაღაცა ზედმეტი რო არ მოგვივიდეს ხო არის ამაზე შევჩერეთ ეხლა რას უკეთებენ ყურეთ ესეთი ილუზიას რო შეუქმნეს ილუზია თავიდან გმირი მისცეს ის ვიღაცა რო იყო დიდწამწამებიანი რაღაც ლაზარე და მიხატული ხო შეუქმნეს რაღაცა ესეთი ილუზია რომ ოღონდ ამაში პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული მონაწილე. რა ლაზარი არის გმირი. აგერ 2 დღის წინ მზიას გადასცეს რაღაცა პრიზი. ხო, სასწაული პრიზი. მანამდე გვარამიას გადასცეს თურმე გვარამიას ყოფილა რაღაცა პრესის თავისუფლების და რაღაც ხა მე აი დაგენიზლავებით აი ეს პათოლოგი მწერალი რო არის ყველა დალევაზე ორი წელი მიცეს კიდე კაი ცოტა შეეცოდათ რა არა ხო მაგრამ რა ვიხო მე ძალიან მეწოდება არ არის უნიჭო კაცი არა ნიჭიერი კაცია არა შალვა პათოლოგია შალვა როსოს აპათოლოგია მაგაში ანუ არავის არ უთქვამს რომ ადამიანს არა მიხედვა უნდა კაცო უნდა ჩაუსვანის რაღაცა ხო არის რომ ამპულა ხო აბა აპათო აბა ყველა დალევაზე არ შველის კაცო ამპულა არა ეხა იმას დაუწყებენ კიდე
ფეხი არა, მაგას კი არა, ოჯახის წევრება უნდა. ხო, ყველამ თავისმა ოჯახმა თავისას მიხეთ ჩვენ რას გვერდჩია, ქვეყანას რას ერჩიან კაც. ამიტომ ოღონდ სიტუაცია ამათ შეუქმნეს ეს ყალბი ილუზია, რეალობა. ეს ხალხი ყველა ერთად გახდეს ეს სასარგებლო იდიოტები. ანუ ამათ წარმოდგენაში უკვე აღრეულია თეთრისა და შავის გარჩევა აღარ იციან და თან მე ამის შემდეგ როდესაც ეუბნებიან რომ იცი რა არის თქვენს გარშემოტრიალებს დღეს სოფლიო თქვენ ხართ გადამრჩენელები ქვეყნის და ევროპული დემოკრატიის მანდედან იწყება და ასე შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ ხალხს ჯერავს ყველას დიდ უმრავლესობას ჯერავს რომ ესენი არიან გმირები და მათ უნდა გადაარჩინონ ქვეყანა თუ ლაზარე არის გმირი რატომ არ არის თქვათ სხვა გმირი წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ჩააყენეს და ეს და ამათ რა გონეთ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამაზე ვითომ სინამდვილეში არის ერთი ჯგუფი აი ილუზიონისტების ის რო არის რაღაც ფილმი რო არის ილუზიონისტებს ყალბი ილუზიებს რო ქმნიან ანუ იქ ევროპარლამენტში არის რამდენიმე ჯგუფი და ერთ განცხადებას აკეთებს ვიღაცა თქვა ნატალია ლუაზო და იმაზე ამბობენ რომ კი ფრანგი ევროპარლამენტარია და ფრანგი ვიღაცამ გააკეთა განცხადება რომ მზია ამაღლობელი რაღაცა აგერ მთელი საფრანგეთი მზია ამაღლობელზე ლაპარაკობს აქედან ვიღაცა პრიბარტიკელი კი იქიდან ვიღაც გერმანელი და ამ გამოშტერებულ კატეგორიას ხალხისას აჯერებენ რომ ევროპაში არ დარჩა ქვეყანა და ხალხი რომლებიც ამაზე არ ლაპარაკობენ შესაბამისად გაჩნდა გმირები ანუ ხო და თან რა არის იცი ამას რომ ვერ ხვდები ერთი რომ განათლების პრობლემაა აუცილებლად განათლების პრობლემაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ეხლა ხო გახდნენ ისინი რა ქვია ზოგი გიჟი და ზოგი ჯანმრთელი არ არის თურმე მანამდე ხო ყველა ესენი ქვეყნის გადამრჩენელები იყვნენ მანამდე ხო ესენი ხელისუფლებაში უნდა მოსულიყვნენ მანამდე ხო ესენი იმუქრებოდნენ ესენი ხო დემოკრატიის დედები და მამები იყვნენ და რატო არავის არაფერი არ უთქვამს იმიტომ რომ თვითონაც ესეთები არიან მე ის მამაო აუცილებლად უნდა ვახსენო ხო მამაო სახელი დოროთე დოროთი რო მოწოდებს რო აკეთო დოროთე ჩვენ ხო ყველა ვნახეთ რომ ჩართვა იყო სანდერი ნანა სანდერის ჩართული ყავდა რაღაცა კატეგორია ხალხისა და მათ შორის ხო და იძახიან კაცო ჩვენ არა ჩვენ მანამდეც ვატყობდით კაცო ჯანმრთელი არ იყო ხო ხარე მოითხოვა ხო მაგრამ ამას ზიან უსმენენ ანუ ის ლექციას უტარებს რევოლუციასთან დაკავშირებით და ეს მამაო და პასუხობს მამაო ასე რაღაცა ზის უსმენს სერიოზული სახით და მე რაღაცა დისკუსიაში შედიან ერთმანეთთან დამთავრდა ახლა აქ ვინც იყო ჩართული არც ერთი ჯანმრთელი არ არის ხო არ არიან ესენი მე ტაში როგორ უნდა დაუკრა ეხლა გამოვიდა პაატა ბურჭულაძე და დაიჭირეთ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ თუნდაც რაღაცა უშიშრო ბიჭინა ივანიშვილი და რაღაცა აიყვანეთ ეხლა რაღაცა და ვიღაცა გაზეთასუხა მე მაქვს თეორია ეკუთვნებული არ არიან ჯანმრთელები პოლიტიკური ვამპირიზმის შესახებ და განეთაბა ეს პოლიტიკური ზოგადად ვამპირიზმი რა არის სისხლი წყურია და ვერ იკავებ თავს რა და რატომ უნდა რევოლუცია აი წინ არჩევნებმა აჩვენეს რომ შეეძლოთ რაღაც პროცენტი მნიშვნელოვანი პროცენტი თუ გაერთიანდებოდნენ უფრო მეტი აიღოთ მაგრამ რატომ არ გავენ იმიტომ რომ ესეთი არჩევნების ცვლილებებით მოსული თუ მოვლენ მათ არ ექნებათ ვამპირიზმის შანსი აი რევოლუციის შემთხვევაში მათ ექნებათ რომ კონკრეტული სისხლი დაღვარონ აბაროტები აიღო ხო აბაროტია და ეს სისხლი უნდა ეხლა როდესაც შენ ხარ პოლიტიკური ნეკროფილი და ვამპირი შენთვის სურვილები ძალიან ვიწროვდება შენ გინდა მოწინააღმდეგის სისხლის დალევა ყველაფრის ფასი სულერთია ვინ არის ეს მოწინააღმდეგე ხო და რასთავარი ეს ნება პოლიტიკური ვამპირიზმის ნება არ გაძლევს იმის საშუალებას რომ ხანგრძლივი სტრატეგია გქონდეს ამიტომ შენ გინდა ეხლა და ამ წამს რევოლუცია ეხლა და ამ წამს სისხლი და ამიტომ არის რომ მათი კონსტიტუცია რა იყო გინდა ქვედა ის ახალგაზრდით და გინდა პროფესორი ადამიანის ხო რომ სისხლი რომ დაღვრილიყო ადამიანი რომ მომკვდარიყო უკეთესი იქნებოდა და მართლა შეიძლება რევოლუცია მოხდარიყო აი ეს სისხლის დაღვრის წყურვილი ეს არის პოლიტიკური ვამპირიზმის ერთ-ერთი ნაწილი რა ისა პოლიტიკური ნეკროფილია მე ამას კი ბატონო ყველა ხო ხელი მოაწერა იმაზე რომ ვთქვათ იქ უბედურება მოხდარიყო სიგიჟეზე იქ ხო სისხლიან სიგიჟეზე მათთვის ჩვენ ხო ვართ არაპოლიტიკური ოპონენტები არამედ მტრები ჩვეულებრივად გვეუბნებიან რომ თქვენ ხართ მტრები შესაბამისად როგორც მტრებსაც ისიც მოგვიქცევიან არანაირი პრობლემა არ არის საინტერესო საუბარია მაგრამ ჯერ რეკლამა ვნახოთ და მე განვაგრძოთ